საქართველოში წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ჩამოვა ოპოზიციას ალენ ბერსემ უთხრა, რომ ვიზიტისათვის მზადება უკვე მიმდინარეობს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მეორე დღეა საქართველოშია. მის ვიზიტს რეჟიმი პროპაგანდისტულად იყენებს. ოლიგარქის პარტია ამტკიცებს, რომ თითქოს ბერსეს შეხვედრები ივანიშვილთან, ეგრეთ წოდებულ პრემიერთან და პარლამენტის თვითმარქვია სპიკერთან დასავლეთის მიერ ცესკოს შედეგების აღიარებას ნიშნავს. ევროპის საბჭოს ასეთი მანდატი საერთოდ არ აქვს. ორგანიზაცია ადამიანის უფლებების მდგომარეობას აკონტროლებს წევრ სახელმწიფოებში, შესაბამისად საქართველოშიც, სადაც რეჟიმა დემონსტრანტებზე იძალადა და აწამა. ოპოზიციონერებს სალომე ლაბაძე ესაუბრა, ის აგრძელებს დეტალებით საუბარს პირდაპირ ეთერში. ოპოზიციასთან შეხვედრას ალენ ბერსე დაახლოებით 1 საათში დაასრულებს. ის ახლა ბოლო შეხვედრას მართავს გიორგი გახარიას პარტიის ლიდერებთან, მანამდე კი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და ამ დელეგაციას დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ძლიერი საქართველოს ლიდერები ესაუბრებოდნენ. საუბრის მთავარი თემა ბუნებრივია ამ შემთხვევაშიც იყო ის ძალადობა, რომელსაც რეჟიმი ბოლო კვირების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართავს და რომლის გამოც უკვე რამდენიმე ასეული მოქალაქე არის მძიმედ დასახიჩრებული, ნაცემი, ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლი, ზოგ შემთხვევაში კი ნაწამების. სწორედ წამების პრობლემაზე ამახვილებენ, როგორც ირკვევა ევროპის საბჭოს დელეგატები განსაკუთრებულ ყურადღებას და როგორც მაგალითად გიორგი ვაშაძემაც განმარტა, მათ ამ შეხვედრაზე ალენ ბერსესგან მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე დაწყებულია მზადება იმისთვის, რომ მომდევნო წლის დასაწყისში საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვიდეს. თავად ოპოზიცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ასევე იმაზეც, რომ რეჟიმმა საქართველოს არაერთი მოქალაქე უკანონოდ დაატყვევა ამ პროტესტის მიმდინარეობის დროს და ახლა ოპოზიცია ევროპის საბჭოსგან, რომლის მანდატიც გულისხმობს სწორედ ადამიანის უფლებების დაცვას და ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყანაში მდგომარეობის კონტროლს, ელოდება ამ ორგანიზაციისგან იმას, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში ის დაეხმარება სწორედ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. რაც შეეხება ვიზიტს, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს პროპაგანდისტულად და ცდილობს ამ ეს ვიზიტი გამოიყენოს საკუთარი ლეგიტიმაციის აღიარების არგუმენტად. როგორც ძლიერი საქართველოს ლიდერები ამბობენ და როგორც მანამდე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც განმარტავდნენ, საპირისპიროა ის განცხადება, რომელსაც ისინი ალენ ბერსესგან ისმენენ, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ მისი ორგანიზაციის მანდატი საერთოდ არ გულისხმობს ვინმეს ლეგიტიმაციის ცნობას ან არ ცნობას და რომ ამ ვიზიტის ერთადერთი მიზანი არის ძალადობრივი პოლიტიკის შედეგების გაანალიზება. ისინი აქ არიან სწორედ იმის გამო, რომ საქართველო არის 25 წელია ევროპული საბჭოს წევრი და საქართველო უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ისინი აქ არიან სწორედ ამიტომ. და არა იმის გამო, რომ ქართული ოცნება როგორც პროპაგანდას ეწევა, რომ თითქოს მათი ლეგიტიმაცია მოხდა მათი ჩამოსვლა. პირდაპირ ხაზგასმით ითქვა, რომ ისინი აქ არ არიან ქართული ოცნების ლეგიტიმაციისთვის. ისინი აქ არიან იმის გამო, რომ საქართველო არის ევროპული საბჭოს წევრი და საქართველოში მიმდინარე პროცესები იწევს უზარმაზარ შეშფოთებას. მოსამართლემ, იგივე პროკურორმა, რომელიც თვლიდა, რომ ალეკო ელისაშვილი დიდ საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის და გააგზავნა, ასე ვთქვათ, საპატიმროში, იგივე პროკურორმა უცებ აღმოაჩინა, რომ შეიძლება გირაოთი განთავისუფლდეს ალეკო ელისაშვილი და შესაბამისად მოსამართლემ, იგივე მოსამართლემ ეხლა ეს დააკმაყოფილა. ჩვენ გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ჩამოდიოდა ევროპული საბჭოს დელეგაცია. და არ უნდათ რომ პოლიტიკური პატიმარი ასეთი კალიბრის ყოლოდა ციხეში, იმიტომ გამოუშვეს ეს ნათელია. ჩვენ მოუყევით ჩვენი აღქმა, ჩვენი შეფასება ამოვლენების და ასევე უთხარით ყველაფერი ის, რასაც ვფიქრობდით იმაზე, თუ საით მიყავს ქართულ ოცნებას ეს ხელისუფლება. ამ შეხვედრის არანაირი მიზანი ან ამოცანა ვერ იქნება საერთოდ ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერაფრის და დანარჩენი საუბარი იყო იმ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, იმ წამებაზე, იმ ძალადობაზე, რაც თბილისის ქუჩებში, რასაც ეწევა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. ალენ ბერსეს დღეს შეხვედრა დაგეგმილი ჰქონდა 4-ვე ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლებთან, თუმცა ბერსესთან შეხვედრა თავად არისურვეს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებმა. ამ კოალიციის წარმომადგენლები საკუთარ გადაწყვეტილებას ასაბუთებენ დელეგაციის ვიზიტის დღის წესრიგით, კერძოდ კი იმით, რომ დელეგაციას არ აქვს დაგეგმილი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრა არც რეჟიმის მიერ ნაწამებ, ნაცემ დასახიჩრებულ ადამიანებთან და ასევე არც იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ პროტესტის ფარგლებში რეჟიმმა უკანონოდ
დააკავა. ოპოზიციაში პრობლემურად მიიჩნევენ იმას, რომ ალენ ბერსეს ამ ვიზიტს არ ახლავს მკაფიო პოლიტიკური გზავნილები, რის გამოც ქართულ ოცნებას, როგორც უკვე აღინიშნა, ეძლევა შესაძლებლობა, რომ ამ ვიზიტით ერთგვარად იხეიროს და ეს ვიზიტი წარმოაჩინოს საკუთარი ლეგიტიმაციის დასტურად. დღეს რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში. უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები. ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში, უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს. უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს. საღამოს უნდა დადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს. მით უმეტეს ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლის უშუალო კომპეტენცია ადამიანის უფლებები. მით უმეტეს, როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი. მით უმეტეს თუ ახერხებ ყობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა. სიამოვნებით შეხვდები სტრასბურგში, თუ ამის სურვილი ექნება. გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი, განმარტება მინდა გავაკეთო. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. ოცნება იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არ მისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორედ დიდ შეცდომად მიმაჩნია. სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზის გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ, ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან. ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს. მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია. ევროპის საბჭოს დელეგაცია საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფება, ისინი ქვეყანაში დარჩებიან 21 დეკემბრამდე, ვიზიტის პირველი დღე კი მათ გუშინ მთლიანად დაუთმეს ქართული ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრას. თუმცა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეხვედრა უნდა გამართულიყო ასევე ოცნების მიერ პრეზიდენტად გამოცხადებულ მიხეილ ყაველაშვილთანაც ამ დროისთვის არ დასტურდება. მას შემდეგ რაც ოპოზიციასთან დაასრულებს მუშაობას, ალენ ბერსე, როგორც ცნობილია, შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სავარაუდოდ კი უკვე ხვალ შეხვედრა დაგეგმილი ასევე მედიასთან.